ასევე პრემიერ-მინისტრი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებულ ცვლილებებსაც გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის განცხადებით მიზანი იმ სირთულეების დაძლევაა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლინდა. არასამთავრობო სექტორის და ოპონენტების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას კი მთავრობის მეთაური სპეკულაცია დაფასებს. შეგახსენებთ, ცესკოს დადგენილებით არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის რიგი შეზღუდვები დაწესდა. მათ შორის სიახლეა ის, რომ დამკვირვებლები კენჭისყრის შენობაში ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამორთმევას ვეღარ შეძლებენ. სირთულეები რო იყო ეს ჩვენაცინ არჩევნების პრაქტიკამაც ძალიან ხშირად მათ შორის ბოროტად გამოიყენებოდა გარკვეული ასე ვთქვათ სტატუსი, რომელიც ჰქონდათ კონკრეტულ ადამიანებს. ეს არის ცესკოს ფუნქცია. ცესკო არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ საუკეთესოდ მოაწესრიგოს საარჩევნო პროცედურები. თქვენ იცით, რომ ყველა წინა არჩევნები ცესკომ ჩაატარა ძალიან გამართულად, თუმცა დახვეწის რესურსი ყოველთვის არსებობს. რაც შეეხება სპეკულაციებს არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ამას ვარ დიდი ხანია მიჩვეული და ახლაც არავის უყურს მით უმეტეს, როდესაც აქ საუბარი ადამიანებზე, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული გაყალბებაში, გულისხმობ პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებას.